მოგესალმებით ბავშვებო და უფროსებო. ტელეკომპანიათან ამგზავრის ეთერშია საბავშვო საინფორმაციო შემეცნებითი გადაცემა მიკროფონი. ჩვენ გადაცემის წამყვანები მიკროფონის ერთგულ მაყურებელს ჩვენს კოლეგებთან, პატარა ჟურნალისტებთან ერთად დღესაც ბევრ საინტერესო თემაზე გესაუბრებით. მიკროფონი აგრძელებს საქართველოსთვის მებრძოლ გმირებზე სიუჟეტების მომზადებას. თემაზე მიხოშინ გაზრდილოვმა იმუშავა. ვნახოთ მიხოს მიერ მომზადებული სიუჟეტი. ჩვენ პატარა თელავმა საქართველოს ბევრი სახელოვანი ადამიანი გამოუზარდა. სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებზე მიკროფონმა სიუჟეტებიც მომზადა, რომლებიც ჩვენ მაყურებელმაც ნახა. დღეს კი გვინდა ერთი თელავი ამბავი გიამბოთ, რომელიც საქართველოს ყველა ომში და ბრძოლაში იცავდა. იყო ყველგან, სადაც ქვეყანას ვაჟკაცები სჭირდებოდა. ის ომში სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ის დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის. გვინდა გავხსნათ თელავი, რომელსაც ჩვენს ქალაქში თითქმის ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. ეს ადამიანი დათო ნარიმანოვია. საქართველოში ქართული ჯარის ჩამოყალიბების პირველი დღიდან დათო ნარიმანოვი გვარდიაში შევიდა და მას შემდეგ ყოველთვის იდეკა ქვეყნის ადარაჯოზე. მისი მეგობრები და ახლობლები იხსენებენ, რომ დათოს მთელი ცხოვრება იარაღი ეჭირა, ხელში და მთელი ცხოვრება იბრძოდა. იბრძოდა იმიტომ, რომ საქართველოს იბრძოდა. სამაჩაბლოში და აფხაზეთში დათო ყოველთვის წინა ხაზზე იმყოფებოდა. დღეს დათო ნარიმანოვის მეგობრები და თანამებრძოლები იხსენებენ, რომ ის საუკეთესო სნაიპერი იყო და მისთვის უცხო იყო შიში. ის უკან არასოდეს იხევდა და მიზანსაც არასოდეს აცდენდა. როგორ მეგობარი და თანამებრძოლი იყო დათო ნარიმანოვი? დათო ნარიმანოვი იყო ძალიან თავდადებული მებრძოლი. დათო ნარიმანოვი პირველივე დღიდან როგორც შეიქმნა გვარდია და დაატყო საქართველოს უჭირდა, იმ დღიდანვე იყო შევიდა გვარდიაში და რო იტყვიან თავის გასაკეთებელი საკეთებდა თავიდან ბოლომდე. დავით ნარიმანოვი დაიჭრა კიდეც რამოდენიმეჯერ იყო დაჭრილი, მაგრამ ის თავის დაჯას არ ეყუებოდა და მაინც აგრძელებდა თავის ძმაკაცებთან მეგობრებთან ყოფნას ომის ველზე. დათოსთან დაკავშირებით ომის რომელიმე ეპიზოდი ხომ არ გახსენდებათ? დათო ისეთ პიროვნება იყო, რომ მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ეპიზოდი მახსენდება და ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე მახსოვდება მისი ვაჟკაცური გმირობები, რომელსაც რო აკეთებდა. იყო შემთხვევები, როდესაც რომ ტერმა ძალიან შემოგვიტია და რამოდენიმე კაცი დარჩა რა, სადღაც ისეთ ადგილას რომ გამოსვლა ძალიან უჭირდათ რა და ვაჟკაცურად დათო ნარიმანოვმა მარტო შევიდა იმ ხალხის გამოსაყოვნად და ის ხალხი მათ სიცოცხლე იხსნა რომ იტყვიან ყველაფრისგან რაც შეიძლება იქ მომხდარიყო. ძალიან ბევრი დაჭრილები გამოუყვანია, რაღაცა ვთქვი ისევაც და ყველას ედგა რომ იტყვიან ხარში რა აბსოლუტურად. თავის საქმეს გადასდევდა და საძმაკაცთა სამეგობრო გვერდზე იდგა ყოველთვის როცა გაიგებდა რომ იმას რამე უჭირდა. და სხვათა შორის დათო ნარიმანოვი იყო ძალიან სნაიპერი, რომელიც რომ არასოდეს არაცნიდა მიზანში რა. რუბიზანზე დასვავდა ყოველთვის იყო ის ამპირებული. რაც შეეხება კიდე მას იყო ალაზანს ისროდა, ეგრეთ წოდებული იარაღი იყო მაშინ ალაზანი, რომელსაც დათო ისროდა და ესე იგი მტრის ადგილს ესე იგი არ უნდოდა იმას დურბინით გახედო და ისე დანახორს, რომ თავარია თვალი მოეკრა სად იყო იმათი და ადგილობრივი ხალხი ესევე მოსწავლებდა იქაურობას. დათო ნარიმანოვის დედა იხსენებს, რომ დათო ჯარისკაცობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა. 4 წლის ასაკიდან ის ჯარისკაცებთან ერთად დადიოდა. მხოლოდ იმას ნატოვდა, რომ მალე გაზრდილიყო და ჯარისკაცი გამხდარიყო. ქალბატონო ელენე, თუ შეიძლება გაიხსენეთ დათოს ბავშვობა? ბავშვობაში იყო ძალიან ცელქი, მოუსვენარი. ოცნებობდა, რომ გაიზრდებოდა სამხედრო ყოფილიყო. 5 წლისა რო გახდა უკვე ფორმა შეუყერეთ, რომ უყალდა ფორმა რო იცმოდა. მე იმის შემდეგ გაიზარდა, გაიწვიეს სამხედროში. ეს სამხედრო მოვალეობა რო შეასრულა, დაბრუნდა იქიდან და მე ჩამოყალიბდა გვარდია. და გვარდიაში დაიწყო მუშაობა. ჩვენ თვითონ დათო რამოდენიმეჯერ დაიჭრა, მაგრამ ის ომში მაინც წავიდა. რატომ? არ ვიცი, უნდოდა სურვილი ქონდა რომ წასულიყო. დაჭრის შემდეგ ისევაც წავიდა, მოერჩინა თავი და წავიდა, სადაც სახელმწიფო საქართველოს უჭირს, მე იქ უნდა ვიყო. მაინც წავიდა იქ. თქვენ დედა ხართ, ყველა დედისთვის ძნელია შვილის ომში გაშვება. რა შეგრძნება იყო, როდესაც ის ომში მიდიოდა? ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, რომ ერთადერთი შვილი მყავდა და ისიც ომში წასულიყო, მაგრამ მე ის დედა არ ვიყავ, რომ დემეშალნა შვილისთვის და უნდა წასულიყო. სადაც ხო იქ ჩემი შვილი
და ისიც უფლებას არ მომცემდა, რომ მე მეთქვა, რომ არ წახვიდე შვილო და ნუ მიდიხარ, ეს მაინც თავისი რისკიანი იყო და მაინც წავიდოდა და რაზე მეთქვა უარი და წავიდა. რა ჯილდოები აქვს დადოს ომში აღებული? არავის არაფერი არ მოუკითხებია საერთოდ ჩვენთვის. არაფერი არც იგელი მიუწია და არც მედალი მიუწია და არაფერი არ მიუწია. ქვეყნის და ერის წინაშე დიდი დამსახურების მიუხედავად დათო ნარიმანოვისთვის ჯილდოს, მედალს და მადლობას მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია. ამიტომაც ყოველთვის საკუთარი სურვილით მიდიოდა ქვეყნის დასაცავად და სამაგიეროდაც არაფერს ელოდა. დათოს სახლში მიკროფონმა ერთი მადლობის წერილიც ვერ აღმოაჩინა, რადგან მისთვის მადლობაც კი არავის უხდას. ჩვენ პატარა ჟურნალისტები კი მოწიწებით ხვით თავს ყველა იმ ქართული ვაჟკაცის წინაშე, რომლებიც ომში საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებდნენ, რათა ჩვენ გვეცხოვრა მშვიდობიან ქვეყანაში. გმირები კი ყოველთვის ომში არ კვდებიან. Gamsgamsebia Topians Omi